დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე დავიწყებ ასე ვთქვათ ჩემი შთაბეჭდილებით დავით ნარმანიას ინტერვიუზე. მას ეტყობა, რომ ის უკვე მიხვდა, რომ არის თბილისის მერობა, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, მიუხედავად რომ ის შეარჩიეს ამ თანამდებობაზე ცოტა სხვა ნიშნით, რომ ის იყო კარგი მეურნე. მაგრამ ეტყობა აშკარად, რომ უკვე ხვდება ამ პროცესშია, რომ ის არის პოლიტიკოსიც და მხოლოდ ქალაქის სამსახურების გამართული, ან გამართულად მართვა ამ სამსახურების, ეს არ არის თბილისის მერის, ასე ვთქვათ, მთავარი საქმიანობა. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო თვითონ ინტერვიუს დროს, არ ვიცი მაყურებელმა მიაქცია თუ არა ყურადღება, როდესაც ის ლაპარაკობდა მისი ყველაზე სუსტი ადგილი დღევანდელ ინტერვიუში, ჩემი აზრით, ეს იყო მისი მოადგილე, მარგიშვილი და როდესაც მე ვკითხე, ანუ ამ ადამიანის იქ ყოფნა იქნებოდა თუ არა სხვებისთვის ის არგუმენტი მისი ასე ვთქვათ განცხადებების შემდეგ, რომ ის ვიღაცებს იქ პოლიტიკური ნიშნით შეარჩევდა ან დაჩაგრავდა და ასე შემდეგ, მან პირველი ფრაზა რაც თქვა ამ შეკითხვის შემდეგ იყო ის, რომ მარგიშვილი არის ჩემი მეგობარი და მე მოვიყვანე. აი წამოწდენასავით, რომ თითქოს მას ან აქვს კომპლექსი, რომ გონიათ, რომ ის არ ნიშნავს ამ ადამიანებს და თითქოს აი რაღაც ასეთი ამის ეს გაიმეორა, ასე ვთქვათ. საინტერესო იყო. ან მართლაც სხვისი, ასე ვთქვათ, შეთავაზებული კანდიდატია და როგორც ჩანს, ის არ ჩანდა მაყოფილი მისი აი ამ ასე ვთქვათ განცხადებებით. ეს ეპიზოდი საინტერესოა. დამრჩა ერთი შეკითხვა, რომ დანამატების გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე მისი გადაწყვეტილება იყო თუ არა, იმიტომ რომ მას არ აქვს თავად დანამატი და მხოლოდ ამ ჩინოვნიკებზეა გადანაწილებული და ასევე სულ შეკითხვა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება მერი, რომლის გამერებაში ამხელა რესურსი ჩადო მთელმა პარტიამ და კოალიციამ. ეხლა ელისო ჩაფიძეზეც ვიტყვი ორ სიტყვას, პოლიტიკოსის როლში აშკარად ვერ გრძნობს მოხერხებულად თავს და ლამის მორბის ჟურნალისტიკისკენ ეს დაბეჭდება დამჭირდა და ყველაზე საინტერესო რაც იყო, როცა მის ბევრი ინტერვიუს გადავხედეთ და გავეცანით, ეს იყო შეფასებებში განსხვავება, როგორ აფასებს ის ივანიშვილის ინტერვიუს მაშინ, როცა ის არ არის მისი გუნდის წევრი და როგორ აფასებს დღეს. ფაქტი იყო, მიხვდა, რომ ჩვენ ეს ინტერვიუები კარგად ვიცოდით, ამიტომ არ გაემიჯნა და თქვა, რომ იმ პირველ განცხადებას ეთანხმებოდა, თუმცა მერე ყველა შემდეგ ეს განცხადებას იგი არ უთქვამს. მაპატი გაგაწყვეტინე, ძალიან საინტერესო. ელისოს შემთხვევაშიც ასე ვთქვათ, ეს ტენდენცია ჩანს, რომ ოცნების წევრებს შეუძლიათ აკრიტიკონ მთავრობაც კი, მაგრამ როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილზე მიდგება, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ მასზე არაფერი თქვან აუგი და ყოველთვის ეთანხმებიან მას. და ამართლებენ თავის წინააღმდეგობრივ განცხადებებს. იმ ორ შეფასებაში 2011 წელს და 2014 წლის ერთი და იგივე შინაარსის განცხადებების შეფასებების ეს კარგად ჩანს ეს ტენდენცია. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო სუბიექტური აზრი, ჩვენ გებრძვიდებით.